საინფორმაციო სამსახური არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა საპრეზიდენტო პროგრამას ისევე ცნობა. მოამბის ჟურნალისტი ლიკა ხურციძე ამჯერად სახალხო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს თეიმურაზ მჟავიას შეხვდა. მსუბუქი მრეწველობის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და რეფორმა განათლების სისტემაში. ეს მცირე ჩამონათვალია იმ დაპირებებისა, რის შესრულებასაც მჟავია გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს. საარჩევნო მარათონში მონაწილე სახალხო პარტიის რჩეული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზეც აკეთებს აქცენტს. რით განსხვავდება დაუშვათ ჩვენი პოზიცია აი ამ დეოკუპაციისა იმ პოზიციისაგან, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ლოზუნგების სახით ჟღერდება. ცვლილებები კონსტიტუციაში და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონისთვის გაფართოებული ავტონომიური სტატუსის მინიჭება. მთელი ქვეყნისთვის მთავარი პრობლემის გადაჭრის ფორმულა თემურ მჟავიას თქმით საკუთარ საპრეზიდენტო პროგრამაში და მომავალი პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში მოაქცია. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი პროგრამის პრიორიტეტი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ეს იქნება ავტონომია აღიარება მათი იმ უფლებებისა საკონსტიტუციო წესით, სადაც უფლებამოსილებები გამიჯნული იქნება სოხუმსა და თბილისის შორის ერთის მხრივ და გამიჯნული იქნება, ასე ვთქვათ, უფლება მოვალეობები აფხაზურ ეთნიკურ საზოგადოებასა და დანარჩენ საზოგადოებას შორის აფხაზეთის შიგნით. კაფეოდ გამოხატული პროდასავლური ვექტორი და შეუგუებლობა კრემლის პოლიტიკას ამ პროგრამის მიხედვით ასეთი იქნება სახალხო პარტიის, სახალხო ფრონტის და საკონსტიტუციო კონგრესის კანდიდატის საგარეო პოლიტიკური კურსი მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში. დეოკუპაცია, ანუ რუსეთის ჯარების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მართვის ბოლშევიკური სისტემის დემონტაჟი გადის საგარეო პოლიტიკაში კაფეოდ გამოხატულ პროდასავლურ ვექტორზე. რუსეთთან დამოკიდებული უნდა იყოს ისეთი, რაც უნდა კონდეს ოკუპირებული ქვეყნის წარმომადგენელს ოკუპანტთან. ანუ შეუგუებლობა გავეცანი სხვათა პროგრამებს და ხაშოლიოს გარდა ვერაფერი ვერ დავინახე შიგ. ნოდარ ნათაძე მჟავიას კონკურენტ კანდიდატებს საარჩევნო პროგრამას უწუნებს. სახალხო ფრონტის ლიდერი ამბობს, რომ განათლების სფეროში რადიკალური რეფორმის და კვალიფიციური კადრების მომზადების გარეშე ნებისმიერი სფეროს განვითარებაზე საუბარი ტყუილი დაპირებაა. განათლების რადიკალური რეფორმის გარეშე ჩვენ ვერ ვივარგებთ ვერც მეცნიერებისათვის, ვერც თავდაცვისათვის. ვამბობ თავდაცვაზე ფართოაზე. ანუ არ გვეყოლება საკუთარი ექსპერტები. და ვერც შრომისათვის დაზგასთან. იმიტომ რომ ვინც ფუნდამენტური მეცნიერების საფუძვლები არ იცის, ის მუშად არ ვარგა, ის ტექნოლოგიას აითვისებს თითებით და არა ტვინით. ასეთი მუშა გადასაგები ხდება 3 წელიწადში. თემურ მჟავიას საარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ ნაწილზე პოლიტიკოსებთან ერთად ბიზნესმენი ნიკოლოზ ნებიერიძე მუშაობდა. სამუშაო ადგილების გაზრდის და დასაქმების დონის ამაღლების მთავარ პირობად საპრეზიდენტო პროგრამაში მსუბუქი მრეწველობის განვითარება ჩაიდო. თუ იმ სოფლის მეურნეობისთვის ხელმისაწვდომია 1, 2 და 3%-იანი ცესხები, ანალოგიური ცესხები უნდა არსებობდეს მსუბუქი მრეწველობისათვის, განსაკუთრებით მსუბუქი მრეწველობისათვის, ამას მინდა გაუსვა ხაზი, რამე თუ მსუბუქი მრეწველობის განვითარება საქართველოში ასაქმებს უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე სხვა დარგები. თემურ მჟავია ამბობს, რომ ერთადერთი კანდიდატია, რომელსაც საარჩევნო ატრიბუტიკა არ დაუბეჭდავს და გზავნილებს ამომრჩეველს პირისპირ შეხვედრებში აცნობს. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თავადაც აფხაზეთიდან დევნილი პრეზიდენტობის კანდიდატი დევნილებისთვის საგანგებო მიმართვას სიმბოლურად გმირთა მემორიალის ტერიტორიიდან აპირებს.